მოგესალმოთ, ამონა მუსერიძეს უნდა მივესალმოთ, რომელიც მალავს სიმსალად, რომელსაც გვიმზადებს. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. მე და გიორგი ნაზღაიძე ვიმყოფებით რესტორან ბერმუხაში და ვაკეთებთ ცეზარს და იმედი გვაქვს, რომ ეს ცეზარიც გაკეთდება. ვიღაცა შერო ტელევიზორი აქვს ჩართული და იქ რომელიღაც ოჯახი წერს. დილამშვიდობისა საქართველო, აი ეს უნდა გეკეთოთ, კომუნისტური გადმონაშთებიაც არის. კარგი. და მოდი, მაშინ შემდეგი გავაგზავნოთ, ვამზადეთ დღეს ცეზარს, ჩემს საყვარელ სალატს. დაჭრილი. ესე იგი, დავჭერეთ პომიდორი ძალიან სწორად, გაფორმებისთვის შევინახეთ პომიდორის რაღაცა ნაჭრები, სალათის ფოთლები დავჭერეთ, ჩემი გემოვნებით დიდ ნაჭრებად და ქათმის ხორცი ნაწილი დავუჭერით, არ დავჭერით, ამუნას დიდი ნაჭრები დავყავეთ და ჩემთვის დავჭერე უფრო წვრილად. პირიქით. ჩემი წვრილად არის დაჭრილი და შენი ქათამი. და რაც მინდოდა მე? შენ თქვი რომ იქნება დიდები არის და უნდა დავჭრა. არა და ამას ახლა ჩვენ რომ მოვჭები რაღაც ამას აუცილებლად გადავახვევ და ვნახავ. კარგი, შემდეგი რა ხდება? შემდეგი არის ეს რომლის სახელი მაინც დამავიწყდა. ეს კარგი, სულ მავიწყდება ამის სახელი. ესაც ცეზამის მარცვლები, ეს რის ცეზამის მარცვლები ეს არის უნდა მოიყაროს და გემოვნების მიღება შეიძლება პირდაპირ აიღო. ეს უკვე დასრულებულზე უნდა მოიყაროს თუ თან უნდა ჩავამატოს? ის როგორად ზოგი დასრულებულზე აყრის, ზოგი თან ამატებს და მაინც ყოველგვარი ცეზარი როცა ირება, მაინც საბოლოო ჯამში შიგით ხდება ეს მოხდა. კი ბატონო. ანუ ამას ეხლა მე მოვაყრე აქ. აჰა. ბევრი გიყავს თუ ცოტაში. რა ვიცი, გემრიელია, მაგრამ ცეზარში მე მგონი ბევრი არ არის საჭირო. საკმარისი იყო რა. კარგი, საკმარისი იყოს. კარგი, შემდეგი სუხარი რომელიც არის გაკეთებული ამ შემთხვევაში ზეთიანი მე საერთოდ უკეთებ ხოლმე ზეთიან სუხარს ხო შეთვითონ ამზადებ სუხარს ამას ეხა ვერ დავიჭერ არა მართ დაამარტივე ყურე აიღებ პურს და შემდეგ ფუნჯიანი ესეთ ფუნჯია რა შეიძლება სკელი ფუნჯი იმას ალბობ ზეთში on ზეთში უნდა იყოს კიდე ამავდროულად თევზი გატარებული ძალიან დიდი რაღაცა ხო თევზი არის ბლენდერში გატარებული და ეს ყველაფერი მე ნიუ-იორკში თევზით არ გამო ნიუ-იორკშიც არის და კიდე არის დამატებით კამა უკეთდება აჰა ან ეს ყველაფერი ერთად არის გატარებული და შემდეგ ამას უსვავ და მე შედებ გასხურაში და უკვე მზადდება ეს გემრიელი სუხარ რომელიც შეიძლება თავისთავად როგორც ეს უმძირე ესე მირდა კი ბატონო და უკეთებთ ახლა სუხარს ამ სუხრის შემოქმედება ხო აი შენ ყველაფერზე ფლიან მე და არა მე ვიცი რომ ამაკაცები კარგი მზარევლები იმიტომ არიან რომ გულიანად აკეთებენ ანუ არაფერს არ ინანებენ ისე როგორ გავაკეთებ ნაწილი გავუკეთო შიგნით და ნაწილი ზემო დეკორაციის გაფორმებისთვის გავაკეთო კარგი შემდეგი რაც არის მაიონეზი, მაიონეზი რომელიც არის გაკეთებული დრესინგით. ანუ, ეხლა ჩვენ ენაზე აგვიხსენით. ანუ, დრესინგი არის რა, თავის შემადგენლობა, ანუ შიგნით რა შემსრულებაც გინდა, იმას გავუკეთო. ანუ ჩვენ მაიონეზი შეგიძლია ლიმონი გაატარო ამ ბლენდერში, შეგიძლია რაღაცა ზეთის ხილი გაატარო, რაც გინდა გემოვნების მიხედვით აკეთო. ანუ შენ გემოვნების მიხედვით კეთებ. ან ჩვენ მაღაზიაში შეგიძლია შეიძინოთ ჩვეულებრივი მაიონეზი, რომელიც არის თავისი ბლენდით გატარებული რაღაცეებით. ანუ მე მგონი განსაკუთრებულ გემოს აძლევს რაღაც სხვადასხვა სუნელები და შენ ამ შემთხვევაში ამას სუნელს სვანური მარილი ხდება. ხო არა, რაღაც ნუ თავისებური სუნელები ეს იყიდება ნებისმიერ სუპერმარკეტში არის სუნელები. სახელწოდებები არ ვიცი. არ ვიცი. კარგი, ეს არ დაინანო გიორგი ჩას მაიონეზი. ხო, იმიტომ რომ ბევრი სალათი ხუთელია. არა, საერთოდ როგორ არის? ცეზარში ზოგს მოსწონს მაგალითად ნაკლები დანამული ზოგს. მე ვიცი ზოგან მიაქვთ ხოლმე დამატებით კიდე მაიონეზი, იმიტომ რომ ნაკლებ მაიონეზს უკეთებენ თვითონ ცეზარს და მიაქვთ მაიონეზი ცალკე რომ თუ მოუნდება ადამიანს მოასხას. იცი რა, მე გეტყვი რომ საერთოდ ეხლა ისე მე ჩემსაც ვთქვი, საერთოდ ძალიან ცოტა უნდა იყოს დანამული ეს სალათი, იმიტომ რომ მთელი ეფექტი აქვს ცეზარს. არა ჩვენო პატა, ჯერ ჩვენ ეს ეფექტისთვის გვიდა რომ ბოლოს მოვიდა აპირებდა. კარგი, მე მგონი ჩვენ უკვე ბოლოსკენ გავედით, დამზადებულ და დასრულებულ ვარიანტს შემოგთავაზებთ უკვე ბოლო ჩართვაში. დაბრუნდებით. ამას უკვე შემდეგ ჩართვაში. კარგი, დაბრუნდებით ძალიან მალე, ასე რომ დაგველოდეთ.